ჩვენს კაფეში, გარდენიაში მოვიფიქრეთ საგაზაფხულოდ ორი განსაკუთრებული წვენი, ლიმონადი. თუ შეიძლება ასე ერქვას. ერთი კენკრის, ერთი ციტრუსის. ორივე სავსეა, დაძეძგილია ვიტამინით. მთელი ზამთარი დიდ საყინულე მაცივარში ვინახავთ შარშანდელ კენკრას. მალინა მარწვს, ჟოლო, მოცხარის მაროდინას რომ ვეძახით და ამ გაყინული ხილით სანამ ახალი ხილი იქნება, ვაკეთებთ ამ არაჩვეულებრივ კომპოტებს. ვატკბობთ თაფლით. ერთი რამის ცოდნა საჭირო. თაფლი არ იძრება ცივწყალში. სუდად იძრება. ამიტომ სანამ დავატკბობდეთ თაფლს ძრავ თბილ წყალში. თბილ გადადუღებულ წყალში და ისე ვამატებთ ჩვენს წვენებში, რომ კარგი სითბო ჰქონდეს. ვისაც თაფლზე ალერგია არ აქვს და თაფლის მიღება შეუძლია, ფიქრობ, რომ საუკეთესო სასმელია. აი ერთი დიდი კოვზი კი სჭირდება. ნელ-ნელა ცალკე უნდა გაძრათ, იმიტომ რომ იქ ჩადებული თაფლი არ ჩანს მერე ლამაზად, აიჭრება ხოლმე და ცუდად გამოდის. ამიტომ თაფლი ცალკე, თაფლიანი წყალი შეიძლება დააყენოთ კიდეც და კარგად გაძრათ და კარგად გაძრული თაფლიანი წყლით დაატკბოთ მერე გრაფინი. განსაკუთრებულად გემრიელია წაბლის თაფლით. წაბლის თაფლს აქვს თავისებური მწარე გემო, რამდენადაც საჭმელად არც ისე სასიამოვნოა, გამოსაცხობად და აი ლიმონათებში ჩასადებად თაფლის გემო იგრძნობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წაბლის თაფლია გამოყენებული. ამიტომ ვფიქრობ, რომ დასალევად უკეთესი საშუალება ეხლა ჩვენი ორგანიზმის ამ ნატურალური ლიმონათებით შესავსებად ამ პირველ გაზაფხულის მზიან დღეებში არაფერი არ არის უკეთესი. ძალიან გამიხარდება თუ თქვენც მოგეწონებათ ისე როგორც ჩვენ მოგწონს. მარადმწვანე ჩიტავაშლას ნაყოფები, რომლებიც ზამთარს და შაშვლებს გადაურჩნენ, ახლა უნდა მოიკრიფოს და დაითესოს. დასათესად რამდენიმე ხერხია, ხრიკია საჭირო სამებაღეო პატარა ცოდნა და ამას სიამოვნებით გაგიზიარებ. ზამთარ გამოვლილ ჩიტავაშლას ნაყოფებს მთელი ზამთარი რო ასე ღვივის წითლად ბევრს ეხარბება და ბევრი თესავს და ვერ ამოდის. იმიტომ ვერ ამოდის, რომ არ იცის ერთი მარტივი ხერხი. კილოს ნაჭერი უნდა ავიღოთ. კილოს ნაჭერზე გამოვყაროთ. ცოტა გავარჩიოთ, გავასუფთავოთ. ფოთლებისგან და ზედმეტი ნაწილებისგან გავასუფთავოთ. ფეროებსაც მოვაცლით და დავაყრით უხეშ ქვიშას. დაახლოებით იმ რაოდენობის, რა რაოდენობის ნაყოფიც გვაქვს. მერე ხინკალივით მოვხვევთ. აი ასე როგორც ხაჭაპურს ახვევენ. ასე. და დავიწყებთ მის გახეხვას. კარგად უნდა გავხეხოთ. ცოტა თესლები გაიხეხება და ადვილად ამოვა. ამის გარეშე არ ამოდის. აი ესე დაუნანებლად უნდა დაზილოთ. ზოგჯერ ტომატოცა ბევრი გვაქვს თესლი, ტომარასაც, ტილოს ტომარას გამოვიყენებ და ფეხით გავლესავთ. ფეხის ქვეშ. ასე დამუშავებული ჩიტავაშლას ნაყოფები გაღივდება და ადვილად ამოვა. აი. და ქვიშასთან ერთად დავთესავთ. ამას ზედაპირზე მოვაბნევთ კაცრილ მიწას. შეზავებულ კარგ ლესტიან მიწას. ასე დათესილი ჩიტავაშლა დაახლოებით 2 კვირაში კარგად ამოვა. ნაყოფები ახლა გამოჩნდება, კიდე დავამატებ. წითელი რაც გამოჩნდა, ახლა დავამატოთ კიდე.
დავფაროთ, რომ მთლიანად მიწისქვეშ აღმოჩნდეს. დათესილი ჩიტავაშლა. 2 კვირის წინ დათესილი. აი ასეთი ჩითილებათ ამოვა. ამ პატარა ნერგებს გადავრგავთ პატარა ქოთნებში და წლევანდელი წლის მაისში, ივნისში უკვე პატარა ყვავილებს გაიკეთებს, დეკემბერში უკვე ექნება წითელი ნაყოფები. წელსვე 1 წლის მცენარეს.